გათენდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დილას მაგნიტი ჩავიდე ჯიბეში. რომ ბევრი ხურდა მაქვს ლიფტისთვის შეგროვებული და არ გამებნიოს მეთქი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ შემხვდა გია სურამელაშვილი და არ გადამეხვია. მოკლედ, ძალიან გამწარებულია გია. მეო ასე არ გავჩერდებიო. უსამართლოდ გამაგდესო, შენ ხო არ გონიაო მე ამას ვინმე შევარჩენო და სამართალს არ ვიპოვიო. ხო და ხვალიდანო ჩავიცვავ რკინის ქალამნებსო. ავიღებ ხელში რკინის ჯოხსო. დანარჩენი კი ცოცხლე რკინა იმდენი მაქო. და წავალ სიმართლის საძებნელათო. აი ესე გადმომცა. მოკლედ, ეს დღეებია მე ძალიან ნერვიულობ. ძალიან ნერვიულობ ხალხო, სანერვიულოა, საპრეზიდენტო არჩევნები მოგვიახლოვდა. ვინ იქნება ქვეყნის ახალი პრეზიდენტი? საინტერესოა, ყველას გვაინტერესებს. არ არის სანერვიულო, როგორ ჩაივლის არჩევნები, ხო, სიმშვიდე იქნება. მერე პრემიერ-მინისტრი მიდის. ვის დატოვებს თავის ადგილას? ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი? ამაზეც ძალიან ნერვიულობ. ძალიან ნერვიულობ. თან ორი ახალი ადამიანი, ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერ-მინისტრი. როგორ მიიღებს ხალხი ძნელია ეს ახალი იყო ამ ქვეყანაში, თან ქვეყანაში სადაც ყველა უკმაყოფილოა ყველაფრით. აბსოლუტურად ყველა. ძალიან ნერვიულობ. კიდე იმაზე ნერვიულობ. აი ეს 4 დაროა თურქულ სერიალში. ის რო არის ფატმა გული რა კარგი გოგოა და რას უშვება ის სამი და გული მომიკუტა. მოკლედ ნერვები მაქვს აშლილი. ოხ ერთი მილექს დაუნგრიოს თავყმა იმ თავის ქმარმა როგორც ყოფილ ცოლს უტყავდა და ვინც გინდა ის იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სერიალების პარალელურად საქართველოში გრძელდება რთველი. ნუ ვინც არ დაისეტყვა, იმას აქვს რთველი და აგროვებს, ყურძენს, კრებს. ვინც დაისეტყვა, ის ამ რთველს აუვლის და ჩაუვლის ძვირიანი მანქანებით და დასცინის. რაც შეეხება რუსეთს, ოლიმპიური ცეცხლი დაიძრა მოსკოვიდან და უახლოვდება სოჭს. მაგრამ გზაში რამდენჯერმე ჩაქვრა ეს ოლიმპიური ცეცხლი. აი ნახოთ ერთ-ერთი შემთხვევა. ხო, ნახოთ. შეგაიგაცო რომ დარბი ხარ ამ გაბღენძილი სახით. ამ ხელა ქვეყა ერთი 20 თეთრიანი სანთებელა ჩაიდე ჯიბეში. მე შენ გეტყვი ვერ დატენი მთელ ევროპას თქვენ ამარაგებთ გაზით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, ასე ვთქვათ, რომ წელს 31,664,300 ლარი იქნა ამოღებული აი ამ ავტოჯარიმების დახმარებით. ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი. ქართველ კაცს თუ ჯარიმა არ დაუწესე, ის ისე წესრიგს არ დაიცავს. ქართველ კაცს რაღაცის უნდა ეშინოდეს. იმიტომ რომ მე არ მესმის როგორ შეიძლება რომ არსებობდეს კანონი და იცოდე რომ ეს დარღვევაა და არ დაარღვე. თან თანხა შედის ბიუჯეტში. ერთი წუთი.
SMS-ია. აი 100 ლარი კიდე მოემატა გაგისკდეთ მუცელი. მოკლედ უცნაური შემთხვევა მოხდა კახეთში. რამდენიმე ადამიანი შევიდა რესტორანში და ნახოთ იქ რა მოხდა. ტურისტები გამიქციეს რესტორნიდან, უნდა ითქვას, უცხოელები აიყვანეს ხელში ქალები, კოცნა დაუწყეს, ფანჯრებიდან გადადიოდნენ ეს ტურისტები. იყო ძალიან სამარცხვინო ფაქტი, არა მარტო ჩვენთვის, სრულიად სიღნაღისთვის და საქართველოსთვის ეს ფაქტი. მოითხოვეს თავიდან შამპანური უთხარით რო არა გვაქვს, მოითხოვეს მერე დაჭრილი, მაპატიეთ და ძუძუ. მე ვუთხარ რომ ეს რაღაცები ხა გამოიწვა. ეს ამ რესტორანში არ იყო, თორე ისე ძუძუს უამრავი კერძი არსებობს. არის ძუძუ ნიორ წყალში. არაჩვეულებრივი და დიეტური ყოფილა ძუძუს შაურმა. არის კიდე ძუძუს ბლომანჟე. ხო, განსაკუთრებით გემრიელი ყოფილა ძუძუ კეცზე. აი ესე რომ შუშხუნებს თან და ეს სილიკონები რო გადმოდის ეს. ძალიან გემრიელი. და ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვის ბოლოს საქართველოში ჩამოდის ცნობილი ფეხბურთელი პელე. არა, ნუ გეშინიათ ხალხო, არ გვეთამაშება, ისე ჩამოდის. და მას დახვდება ოფიციალური დელეგაცია, მას შეხვდება საქართველოს სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც მას ოფიციალურად მიმართავს. ვა, პელე, ცოცხალი ხართო? სანამ პელე საქართველოში ჩამოვა, ჩვენ გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ კაცი, რომელსაც უყვარს რუსთავი და ნერვებს უშლის რუსთავი 2. რუბრიკის სტუმარია საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზვიად ძიძიგური, გთხოვთ. გადაწყვიტე ეს აი მე ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ზვიად თქვენი მეორე სტუმრობა მესამე ჩემთან მეორე პირველად უბრალოდ სუქანი იყავი აჰა გასაგები პირველად სუქანი ვიყავ მაგრამ ახლა უკვე ისა თქვა ხელისუფლების რანგში კი ბატონო უმრავლესობის წევრი რამდენი ვიბრძოლეთ ბატონო ზვიად ამისთვის მე და თქვენ ეხლა რომ ახსენდება სრემლიმომის და დამიფასდა რომ ჩემი მეგობარი ზვიად ძიძიგური არის უმრავლესობის წევრი ზოთან მოიცი როგორა ჩემი სამსახურის ხალხი მოდისო და რაღაცა კარგი დაუკარიო ჩემი კანტორის ბიჭები მოდიან და ცოტა წესიერი რამე დაუკარითო მოკლედ არ დადაგები გაქვთ არ დადაგები გქონდა 20 წელი არ დადაგები დავამთავრე ეხლა ხელისუფლებაში როცა ვართ მახსენდება ტკბილად ის დრო როცა ოპოზიციაში ვიყავი და არ დადაგებზე ვიყავი მამდვილად იმიტომ იმერეთში იციან თქვა ორ მკვდარს რო აქვს იმდენი დრო მაქვს იმდენი დრო გქონდა მაშინ ოპოზიციაში ახლა ვინ დაგასვენებს რა არ დადაგებს სად არის მე ის ვიგულისხმებ რა ქვია რომ პარლამენტში სესიები არ არის მაგრამ თუ ისევ გინდათ დასვენება შემოხაზეს დათო ბაქრაძე ვინ გიშლით დათო ბაქრაძის შემოხაზვა სხვა შარია მერე სხვა და იქნებით ესე გექნებათ ეს დრო და გექნებათ მოკლედ ხო ის არ მივტირი იმ დროს არ მივტირი უბრალოდ გაიხსენეთ არა ყოველ შემთხვევაში ეხა 1 ოქტომბრის შემდეგ მაინც რაღაც პატარა პაუზაა ხო თქვენ უშრომაში ხართ სულ მუშაობთ კი ბატონო მაგრამ სესიები აღარ არის პარლამენტში სესიები არ არის 28-მდე 29-მდე ხო 29-მდე აი რით ხარ დაკავებული მე აი აქეთკენ მიმყავდა ეს საუბარი რა ვიცი რომელი ერთი გითხრა ჩემო
ოთარ. მესამე მითხარით. არჩევნები. არჩევნებით ხარ დაკავებული. კი ბატონო, ბიუჯეტი. ბიუჯეტი. ეს ორივე საკმარისია, ხო რა სწორია. თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რუსთავი. რუსთავი ქალაქი. ქალაქი რუსთავი. ქალაქი რუსთავი. არა რუსთავი 2. რომელიც ნერვებს გიშლება. მიშლიდა და რა მოიგო? ესე იგი მე ხა რას ვიხსენებ იცით რომ მე რომ მქონდა ხოლმე არ დადაგები სკოლიდან ხო ჩემთვის ყველაზე დიდი ის იყო რა ქვია ბედნიერება რომ ტელევიზორს მაყურებლებდნენ რეპეტიტორი არ მოდიოდა სახლში მასწავლებელი სკოლაში არ დავდიოდი დეიდა ჩემი და ბებია ჩემი არ მომეცადინებდნენ და უყურებდი სასწაული და უყურებდი გადაცემას აი თქვენ არ დადაგებზე ჩემ გადაცემას გაყურებინებენ ჩვენთან როგორ აიცი ერთი მტარვალი კაცი ყავს უფროსი დათო უსუფაშვილი კარგად თუ მოვიქცევით ჩაგვირთავს ხოლმე შენს გადაცემას და გვაყურებინებს თუ ცუდად მოვიქცევით აი საიზღარი გადაცემები რა რუსთავი 2-ზე დავხსოვს და ძალით გვაყურებინებს იმას აი ესე გომარება მე ეს გადაღებულია ეს პრომოში იტრიალებს ძალიან ხოთ რა კარგი თქვენ ხართ რუსთავის მაჟორიტარი დიახ რუსთავი არ არის ესე თქვათ ხელწამოსაგრავი ქალაქი და ძალიან სერიოზული ქალაქია და ყოველთვის სერიოზული ქალაქი იყო საქართველოს ნუ უფრო ალბათ უახლეს ისტორიაში ხო ზვიად ნუ ახალი ქალაქია ახალი ქალაქი მე მახსოვს თქვენ ერთხელ ამბობდით რომ რუსთავიო პირველ ადგილზეაო საქართველოში ერთსულ მოსახლეზე უმუშევართა რიცხვითო კი ასე იყო ეს ასე იყო და ახლაც ასეა ჯერჯერობით მაგრამ ახლა ანუ ერთი წლის შემდეგ იგივე მდგომარეობა? ძიმე მდგომარეობა გვაქვს ისევ, მაგრამ ახლა ჩვენ ხო იუმორისტული გადაცემა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან ძიმე თემა არის ჩემთვისაც ეგ ამბავი და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ყველამ ერთად, რომ მივხედოთ რუსთავს. მე შემიძლია მეორე ბენდი დავსვა იქ და რუსთაველებით დავაკომპლექტოთ. ხოლოდ რუსთაველი. აი, კაი კაცი ხარა. ეს უკვე რაღაცა არის საქმეა. რა თქმა უნდა. დავწიოთ მასე. მე ხო ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. პირველ რიგში ადამიანი. და მე ხარ ოთარ დადიშვილი და ტელეწამყვანი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ერთმა ჩემმა ძმაკაცმა თქვა, ტატიშვილებიო, ან ექიმები არიანო, ან ლოთებიო. ან ორივე ერთად. ან კლოუნებიო. და ოთარიო სამივე ერთად არის. აი, ხედავ შენ. შენ ესე ხარ განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ტატიშვილი. კიდევ ერთ ვიწყვი რუსულად კიდე შეიძლება. კი, როგორ არ შეიძლება. ტრივადნომ. ტრივადნომ შამპუნი, ბალზამი და აპალასკი ვეცილ. ქართულად ტრივადნომ შეიძლება ვინმე მარასწორად გადმოხდეს. ამიტომ ვთქვი რუსულად. ამიტომ ვთქვი რუსულად. ამიტომ ვთქვი რუსულად. ესე იგი ახლა რა ხდება, ბატონო ზვიად? მე ნახეთ, აი ეს თემებზე როგორ გიждდება ეს ქართველი ხალხი. გვიან გაიგეს რა. გვიან გაიგეს, გვიან. ან ვიღაცა იმითი სასაუბროთია მოსული ქართულ-რუსული. და ეხლა გადახედეთ, 3 და 3 და აბადნომე და 1. მე წარმოვიდგენია ახლა შოთა რუსთაველი რო ცხოვრობდეს რუსთავში და თქვენ რო იყოთ მისი მაჟორიტარი. რა სიტყოდა თქვენზე? ისიც უმუშევარი იქნებოდა. რამდენი უმუშევარი პოეტია დღეს? მე მგონია არასწორი წარმოდგენა გაქვს შენ შოთა რუსთაველს. შოთა რუსთაველი შენი აზრით მუშაობდა მაშინ. თამარ გიორგის ასული ბაგრატიონის კანცელარიაში მუშაობდა რესურს ცენტრის უფროსად. ასე გაქვს წარმოდგენილი და ახლოვე. არის პოეტი იყო. ან კულტურის განყოფილების გამკეთ, ხო? არა ბატონო. არა ბატონო. შოთა რუსთაველი დარწმუნებული არც მაშინ არ მუშაობდა და 10 ახლავერი მუშაობდა, რა თქმა უნდა, თორე ვეფხისტყაოსანს მე და შენ ხო არ დავწერდით. ანუ თქვენც იმ კატეგორიიდან ხართ, ხო? შოთას არ დაუწერია ვეფხისტყაოსანი რომ ამბობენ. არა, მე ვამბობ რომ შოთამ დაწერა, ოღონდ არ მუშაობდა. არ მუშაობდა. კაი, მე ის მომზადებული მქონდა რომ მე სიტყვას საერთსა კადრებს პლატონისგან სწავლა. თქმულსა სიცრუე და ორპირება ავნებს. ხო. ხორცსა და მერმე სულსა. სულსა კი. აი ამას გეტყოდათ თქვენ ამომრჩეველი შოთა რუსთაველი. შოთა რუსთა სადავარ გადარჩენილი. ესე იგი, ხო, თქვენზე ამბობენ რომ წინა საარჩევნო ხარჯებიო, რაც აიღო, ხო, და რაც არ დახარჯაო, მერე აი ესე მიუბრუნა უკან ბიძინა ივანიშვილს. ანუ წესიერი და პატრიოტსანი კაცია. მართალია ეს? რა ვიცი, ახლა რა გითხრა ოთარ?
ვინ მოგცემდა წინასაარჩევნო ინფულსო მე რო უკან დაგებრუნებია. ძალიან მწირი ბიუჯეტი ქონდა ისედაც და რა თქმა უნდა, ქონდა ჩვენ ძალიან შემჭიჯროებული ბიუჯეტი და ამის მიხედვით ვიქცეოდით და წარმოიდგინე ახლა კრედიტი გამოიტანა ბიზნესამ. ბიზნესამ კრედიტი კი არ გამოიტანა, ერთ ამბავს მოვყვები, ახლა შეიძლება იცის აქ საზოგადოებამ შეიძლება არ იცის. ხო აჯარიმებენ ბიზნესს, ესე იგი 100 მილიონი მოვიდა ჯარიმა 50, 70, 40. ჩვენ ნერვიულობთ ყველანი ახლა კაცო რომ ესე იგი ასეთ ზარალს აყენებენ ჩვენს ლიდერს და ქვეყნის მოყვარულ მეცენატს და ქველმოქმედ ადამიანს და ჩვენს მეგობარს ყველაფერს და ბიზნესა ძალიან მშვიდად უყურებდა ამას ყველაფერს და ეს დაჯარიმებების ციკლი ასე ვთქვათ რომ დამთავრდა გამოქვეყნდა რაღაც მონაცემები მსოფლიო ბანკის თუ ვიღაცის მონაცემები არა ფორბსში ჟურნალში თუ რომელიღაცაში გამოქვეყნდა რომ რაღაც აქციების ფასმა მოიმატა და ბიზნეს აივანიშვილის ქონება გაიზარდა 700 მილიონით. ესე იგი იმდენად შთამბეჭდავი სიტუაცია იყო და შექმნილი რაღაცა ჩვენ ვიცოდით უკვე რომ ღვთისხელიერია იმაში რომ ვერავით არის გაკოტრებით ბიზნესს ვერ დაამარცხებდა მიხეილ სააკაშვილი და გამარჯვებულები ვიყავით. ამ ჯარიმებმა კიდევ უფრო ჯარიმებმა ესე იგი პირიქით სიტუაცია შეცვალა კარდინალურად უკეთესობისაკენ. წარმოგიდგენია? წარმოგიდგენია ხო მეც გამიკვირდა ისე ბადლოზვიათ. ხო. გამიკვირდა ეხლა რომ უკან დაუშვათ წირი ბიუჯეტი იყო მჯერა. მე არ შემაქ არანაირი წირი იყო იმიტომ რომ ფულს დაზდებდა ნაციონალური მოძრაობა სახლების გაყიდვები და იცი რა პერიოდი იყო როგორ არ ვიცი შენატანს შეიტანდი და ესე იგი გაგიყიდნენ ყო შენ რო შემოგეტანა 1 ლარი ოთარ იმ პერიოდში დაუშვათ ხო იყავი მაგარი მხარდაჭერი ქართული ოცნების და მახსოვს მე ჩუმჩუმად ჩვენ ესე იგი ღიაცად შეიძლებოდა მაშინ შენი გამოჩენა და ჩუმად რეებს აკეთებდი ყო რა რო შემოგეტანა 1 ლარიც კი დაღუპული იყავი გაგიყიდნენ ყველაფერს ჰალს თუ ხირო გაქვს იმასაც გაგიყიდნენ ყველაფერს ესე იგი დაგაჯარიმებდნენ სერიოზულად და კიდე ერთხელ ვიტყვი რუსულად თქვი страна помнит своих героев ესეთი საშა ახლა არის პერიოდი ქვეყანას ახსოვს თავის გმირები ახლა არის პერიოდი როცა ამის თქმა შეიძლება ადრე რო გვეთქვა არა რას ლაპარაკობთ ხო და მეც გამიკვირდა ვიცი ბიუჯეტი მწირი იყო და ეხა ვიცი რა არის მეც გამიკვირდა ეხა ბიძინა ივანიშვილს უკან ფული მიუტანა ეს იგივეა რომ გოგი თოფაძეს ლუდი აჩუქო და ზაქარია ქუსნაშვილს პარიკი ხო და ამიტომ კარგი ახლა რა აი მე მაინტერესებს კი მე მაინტერესებს კონსერვატიული პარტიის როგორც დამოუკიდებელი ერთეულის მომავალი. ეხლა ეს კოალიცია ხო გასაგებია, მაგრამ ხო სხვადასხვა აზრია კოალიციაში. რა თქმა უნდა. ყველას თავის აზრი აქვს. იმ რა ვთქვათ დესპოტ უსუფაშვილს თავის აზრი აქვს. კი ბატონო. თქვენი აზრი გაქვთ. ზაქარია ქუსნაშვილს თავის აზრი აქვს. ხო მე მაინტერესებს კონსერვატიული პარტია აი როგორ უყურებს საქართველოს მომავალს. კარგად უყურებ ძალიან მშვენივრად. ჩვენ გვჭირდება ევროპაში შესვლა, მაგრამ ევროპაში უნდა შევდეთ ჩოხით, ჩვენი სიმღერით, ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ოღონდ ევროპაში მოკლედ ჩოხით უნდა დავждეთ მერსედესზე რა. დაახლოებით ეგეთი სურათი არის და მე მგონი მაგრად გვაწყობს რა, იმიტომ რომ უჩოხოდ რო დაждე ამ მერსედესზე, ეგრე ყველა დადის. თან კაი მერსედესი. კარგი მერსედესი, აბარა. GL კარგია? GL მშვენიერია 4 და 5 მოტორით, არაჩვეულებრივი. რას ამბობ? GL, თქვენ GL მიყიდეთ და ჩოხას მე თვითონ შევიკერავ. კარგი, შეხედე ყველა გაიწყო ცხოვრება რა. რა ვქნა, ბატონოზვიათ. რა ვქნა? ბენზინს გუფი ჯამის ხავს. ბენზინს გუფი ჯამის ხავს GL-ში ბენზინს. რაღაცა და არ არის, რაღაცა იოლად არ არის საქმე. GL-ში არც ფლათასია საქმე. ეტყობა ბევრს წავს ოტარ. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ აქვე ხა კი იუმორისტული გადაცემაა, მაგრამ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციას და აი ამ კონსერვატორულ სულს, იმიტომ რომ მე გავიცანი ესეთი შოტლანდიელი პროფესორი თიზდეილი, რომელმაც აი კომის შკალა, აი კომა ხო არსებობს მედიცინაში. აი ეს კომის შკალა არის მისი მოგონილი. და გლაზგოს შკალა ეწოდება, იმიტომ რომ გლაზგოდან არის შოტლანდიიდან ეს კაცი. ერთი სამჯერ შევხვდი კონფერენციებზე ევროპაში ამ ადამიანს. სამივე ჯერ აი ამ შოტლანდიური კილტით ჩაცმული იყო და დადიოდა სულ ყველგან ისე დიდ პატივს სცემდა აი ამ თავის შოტლანდიურ წარმომავლობას, თავის ქვეყანას. ასე რომ მე ახლა მივდივარ კონფერენციაზე ბუდაპეშტში და ერთი ჩოხა გამატანეთ ბატონოზვია. გაგატან კაცო, ოღონდ უკან ჩამოგვიტანე. რა თქმა უნდა. შოტლანდიელებზე მე გეტყვი ერთ რამს. კახელებივით არიან.
ეს არის, ესე იგი, ვისკის სამშობლო, ძალიან სერიოზული და ჩვენთან კახეთში რომ მიხვალ სტუმრად და როგეთყიან რა დვარ გაჯო, მაქი ბროწაშვილების ხვინო და წამოდი ჩვენი დალიე და რაღაცა, ესე არის იქ შოტლანდიაში. რად ვარგა ეგ მაკდონალდსების ვისკი და ან მაკგრეგორების და წამოდი ჩვენთან დალი მართლა არის ეს სტუმართ მასპინძლობა სერიოზული და მოპატიშება გავს რაღაცით კახეთს და ერთხელ წავიდეთ მე და თქვენ წავიდეთ შენი ჯიელით და ბენზინით გუფმა ჩაგვისხას ჩემი ჯიელით ესე იგი აქედან თურქეთი მე უნდა წავიდეთ მთელი ევროპა გავიაროთ მერე ლამანშის ქვეშ რო გვირაბია იქ უნდა გავიაროთ კი ეს საინტერესოა მაგას გუფი კი არა ხუთი პინკ ფლოიდი არ ეყო აუცილებლად ჩავუდგა რამდენი კონსერვატორი ხართ პარლამენტში ბატონ ზვიად 6 ცალი ოღონდ ყოჩაღები 6 ცალი კი ფრაქციას 6 წევრი ჭირდება და 6 კაციანი ანუ ფრაქცია არსებობს კი არის და იცავთ ტრადიციებს რა თქმა უნდა შეგიძლია შეგვამოწმო ერთი ტრადიცია მინდა მე თუ თქვენ დამეთანხმებით კი ბატონო ოღონდ ტრადიცია და ნოვაცია იქნება თუ კი არ არის ჯერ ტრადიციული ნოვაცია აბა მიდი ტრადიციული ნოვაცია ქალები ხო არიან პარლამენტში რო დავაწეროთ ასე მე ხარ გეგონოთ რომ არ ვიცი ქართულად რა ქვია ამ ოთახს მაგრამ მაინც ისე ჟღერს ხო იცი ქალი კუხნაში ვიცი მე ხო არის ეს გამო კი არის პარლამენტში რო დავაწეროთ ასე კუხნა კი სადაც იქნება კომიტეტი ელისო ჩაფიძის ხელმძღვანელობით ხო ელისო ჩაფიძე ანი მიროტაძე ნაციონალებიდან რესპუბლიკელებიდან ანუ ყველა ეს ქალები შევყაროთ კუხნაში კი იმიტომ რომ ჩვენ ტრადიციონალისტებმა ქალი ხო კუხნაში ვიცით კი თუ არა კი ელისო ჩაფიძე სხვადასხვა მე გავათხოვე შენ გაათხოვე კი ანი მიროტაძეც ეხლა თხოვდება და ესეც ჩემი დამსახურება ჩიორა თაქთაქიშვილი ერთი წუთი აი ეხლა მაგისტრის რომელ კამერაში მივართო ხოლმე მე თქვენთან ხო შამილ დიდი მადლობა 05 ძალიან მარტივი ნომერი მაქვს ადვილად დაიმახსოვრებთ 05 923 754 321 8 იკითხეთ ოთარ ხანუმი გაგაფრთხილოთ ხანუმზე გამახსენდა თურქულ სერიალებს უყურებთ არა კუხნაზე მინდა ერთი რაღაცა გითხრა რა ესე იგი მე ძალიან მომწონს ეს კუხნა საშა ეტა სამზარეულო ნოვაცია მაგრად მომწონს მე ელისოს გამომცხარ ხაჭაპურზე პრობლემა არ მაქვს მაგრამ ეხა იქ ხო არ დაიწყებ უმცირესობა უმრავლესობის მიხედვით დანაწილებას ეხა დეპუტატების ყველამ გაშალოს სუფრა ხო და ახლა ჩიორას გაკეთებული საჭველი როგორ უნდა შევჭამო მე ესე იგი შეიძლება მთელ უმრავლესობას თაგვის შაქარი გვაჭამოს იქ არ არის გამორიცხული ეს თემა. თაგვის შაქარი ქვია მაგას? რა ქვია თაგვის რო წამლავდნენ ეს ოძახია. ხო, დარიშხანის ხო არამეა კაცო. რას ლაპარაკობ? შენ ჭამეს სტრიხინაო. სტრიხინ. ხო, ეგრე არ ქვია. დარიშხანი. ხო, დარიშხანია. ფილშიროდებდნენ თქვენ დროს. ხო, და ამიტომ საშიში არის მთლად ესე იგი რაღაც ცოტა დახვეწა უნდა მაგიდიას. მარტო უმრავლესობას კი არ ემუქრება ეს საშიშროება. მაგას ის თავის უმცირესობის წევრებიც ბევრი არ მოწონს და შეიძლება იმათაც აჭამოს ეკო და დარჩება პარლამენტი 20 კაციანი. ერთი ადამიანი გვინდა ვინც გასინჯავს ამას ყველაფერს. და ვინ გასინჯავს ამას? თუნდაც მურმანდუმბაძე. რა დააშავა? მურმანდუმბაძე რომელი მჭამელი ნახე? ჩამთელი კაცია. ჩამთელი რა საჩეუძლია მურმანს მაგდენი ჭამა? შეუძლია? არა. შეგაცო. მოიფიქრე? აბა თუ მიხვდები. ვერ მიხვდები. აბა თუ მიხვდები. ვერ მიხვდები საჩემ. სანტრედიასთან იქვე ახლოს. მაჟორიტარი. სანტრედიასთან? გუბაზი, სანიკიძე. გუბაზი გასინჯავს ჩიორას გაკეთებულ საჭველს, მანამდე არ გეტკინოს შენ არაფერი. აბა აღარ ვიცი. ამიტომ არის დასახვეწია. თორე ნოვაცია კარგია. კანონ პროექტი შევიტანოთ. კი. ბანო ზვიად და ცოტა რაღაცა ჭირდება წამუშავება მაგ თემაზე კი ახლა რომ დაუფიქრდი კომიტეტებში გამოიტანე ხო რომ დაუფიქრდი ახლა მივხვდი რომ რაღაც მომენტებში უსუსური ვიყავი თქვენ პირად საკუთრებაში რა მანქანა გყავთ არა მყავს მანქანა არა გყავ არა გავყიდე აბა ის რა იყო ის საშინელება ბიზნესთან რო ახვედით თქვენ და ყობა დავითაშვილი ის ყობას მანქანა იყო ის მაშინ ყავდა ხო საერთო მანქანა არა ყობასი იყო მაშინაც ყობას მანქანა არ არის სწორი ამ ხელა ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მანქანა უნდა ყავდეთ აი რომელი მანქანა მოგწონთ თქვენ კი არ ვიცი რომელიმე
მაგალითად კარგი, აი მაღალი გამავლობის მანქანები მომწონს, იმიტომ ტყეღრეში დავდივარ. ტყეღრეში დოდოდი ხარ. კი, ვიცი, მონასტრებში, ციხეებში, ტაძრებში, ყველგან. აი თქვენ მე გეტყვით რა. აბა ნახე. თქვენ შეგეფერებათ Range Rover-ი. აჰა, მომწონს. ძალიან შეგეფერებათ. მომწონს. უბრალოდ უხერხულია მე რომ დეპუტატმა იაროს Range Rover-ით. ხო. მაგრამ მაინც კარგი ერთი 2 კვირა რო იაროთ. მე ვიცი ერთი უკანონოდ მითვისებული Range Rover-ი. ხო. ვინ ვიცი მიიწის? ყველა მითი შეტყობა რაღაც ტაქს უკრავენ და მე ვერ მივხვდი. იმიტომ რომ ესენი რეალობაში ცხოვრობენ და თქვენ რო ჩაიკეტებით ამ ქუთაისში ვენასვალე, აქ ხალხი რო იჩაგრება, არავის გაინტერესებთ. აბა. უკანონოდ მითვისებული Range Rover-ი ჩამოვართვათ. ვის? გიორგი ვარდოსანიძეს. ჩამოვართო. გიორგი ვარდოსანიძეს აღარ გაყიდა და ვისაც მიყიდა იმას. აჰა. გადმოგცემთ თქვენ. თქვენ ცოტა ხანი ივლით. მერე დაიწყებენ რომ აი სანამ დეპუტატი გახდებოდა კობა დავითაშვილის დაჯღრეული მანქანით დადიოდა და ახლა დეპუტატი გახდა და Range Rover-ზე გადაждდა და თქვენ ხო არ გინდათ ჭორები? არა. მომიყვანთ ფანასკერტელის 17-ში იმ Range Rover-ს. რა არის თიოთარ? თეორიულად ხარ კარგად მომზადებული. პრაქტიკულად? პრაქტიკულად აზია ხარ ცხოვრების. ახლა მე ხო ხდე, მე ხო. ცეკვაზე არ გინდა ოღონდ. ხო, არ მინდა, კაი. სხვათა შორის ცეკვა მე არ მინდოდა და თქვენ ახსენეთ. ხო. თქვენი ერთი ამომრჩეველი გამოდის ახლა კონკურსში ცეკვავენ ვარსკვლავები. ხო. ანატოლი ბოისა. კი. რუსთაველია. კი. უმესი ჯებთ? აბა რა შვებია. აი რამდენი SMS-ი, რამდენი ლარის SMS-ი გავუშვით? გავით გუშინ გავუში რამდენიმე. გავით რამდენი ლარის. აი ხა მიმართეთ, აი თუ უთხარით რომ მისი გულშემატკივარი ხართ. ყველა რუსთაველის გულშემატკივარი ვარ და მით უმეტეს ისეთი გამორჩეული რუსთაველის, როგორც ანატოლი ბოისა არის და მინდა დიდი წარმატებები უსურვო ანატოლისაც და მის მეწყვილესაც და ყველა რუსთაველს გულწრფელად. ეხლა რა ვქნათ? ზვიად. აჰა. ეს ხო, აბა. ახლა უთხარი. ხო. რომ მარტო SMS-ები არ ეყოფა. ხო. და ჟიურისაც რაღაცა გვინდა. რომ გადაგიხადე. ერთი წუთი რა. ჟიურის რა? მე. თორე ჩერტკოევი ხრთამს არ იღებს. უბრალოდ სვასე მეუნება ხოლმე 50 you 50 me. რაღაცა. კიდე ერთხელ დავწუნდი რომ ეს კაცი თეორიაში არის გენიოსი. ადრესები არ გამოვოდის სწორი. ჩეტკოვი რატო შემოიყვანე საქმეში ახლა? მე შემოვიყვანე კაცო? ამ წუთას ახლა რა გინდა? ჩეტკოვი რას გაგიყოფ შენ 50 არა მაგ ჯგვას დააყენე ახლა შენ რომ ნახევარ შენ მოგცემს. მართალი ხარ. აი მე თუ ავიღებ 50 you 50 me. ხო, ესე იგი შენ უფრო კეთილსინდისერად მოიქცევი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. მე ხო კონსერვატორია. კონსერვატორი ხარ, ექიმი, მეწარმე და რა ხარ კიდე? ტრივადნომ. ახლა გითხარით, რატო უნდა შემოვხაზოთ მაინდა-მაინც 4 და 1 და არა 4 და 1-ის ჯამი? შენ ერთ რამეს გეტყვი, კაცო, ეს ნაციონალები ხო აქტიურობენ ხოლმე პარლამენტში რა და განრისხებული, ესე იგი, ოცნებებს ხარდამჭერები, ბევრი ახლა ძალიან რადიკალურად არის განწყობილი, ხვდებიან ხოლმე და რატო ალაპარაკებთ მაგდენს, ისევ მაგათი დროა, არ აქვს ხვენიათ, ნუ თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, სანამ უნდა უსვინოთ მაგათა, მე ვუხსნი ყოველთვისო. კაცო, ქათამს რო დაკლავენ თუ დაკვირვები ხართ მეთქი, მე როგორ იქცევა? ფართხალებს არ ჩერდება. რამდენიც არ უნდა აუხსნა იმ ქათამს და რამდენიც არ უნდა უთხრა რომ ნუ ფართხალებ შენ უკვე მკვდარი ხარ, ამთავრებულია შენი ამბავი, თუ არ გაჩერდება. გამორიცხული ამბავი და ესეთ მდგომარეობაში არიან ახლა და ნუ ღიზიანდებით მეთქი, ამაზე ყველას ვეუბნები. არ ვიცი, ზოგთან შეიძლება ეს დამაჯერებელია ეს არგუმენტი, ზოგთან არ არის დამაჯერებელი, მაგრამ მე ვფიქრობ ახლა რომ არჩევანის გაკეთება ძნელი არ არის. თანაც ახლა ერთს გეტყვი ახლა ჩარიაქე როცა გჭირდება და დუშაში მოვა და ბეში მოგივა. არაფერი, ახლა ჩარიაქე გჭირდება და ამიტომ მარტო ბეში ვერ მოვა. სევაიდუს გულისხმობდით ალბათ. ხო, არა.
ბეში თუ გინდა დუბეში ხუთიანები არა. ჩარი აქ გჭირდება რა. ქვეყანას ჩარი აქ გჭირდება. ძალიან მარტივია და ეხლა ის დამთავრდა ის თემა უკვე რა. ჩემი შალიკო. შენი რომელია? შალიკო ჩემი. რომელია შენი შალიკო? მათელაშვილი, გასულ. შენია ეგა? გეთქვა შეკაცო თავიდან. დავით. დას დაგტანჯე ხალხი ვერ გავიგეთ ვერაფრით ვისია. ერთხელ მაინც ვანდო. მოკლედ ბატონზვიათ. მე ძალიან მიხარია რომ თქვენ როგორც თქვენ ამბობთ მესამეჯერ ხართ ჩემთან სტუმრად. კი პირველად სუკანი რო იყავი მაშინ ვიყავი. სუკანი ვიყავი. ახლა ორჯერ გამختარზე იყავ. ორჯერ გამختარზე. როგორც უმრავლესობის წევრი ხო პირველად ხართ. და თქვენ ამას ამბობთ რომ ეს არის ჩემი დამსახურება თქვენ უმრავლესობის წევრი. არის ამაში განუზომელი ბაწილი ბატონი ოთარ ტატიშვილის. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ძალიან სერიოზული რუბრიკა კაცი, რომელსაც უყვარს რუსთავი და ნერვებს უშლის რუსთავი 2. და რუბრიკის სტუმარი იყო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ჩვენი სტუდიის ჩემი გუფი ჯანდაბას შენი მეგობარიც. ბატონი ზვიად ძიძიგური, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ერთი დღე არ მივედი დრო იხელთეს და ჩემი გია გამოვაგდეს რუბრიკის სტუმრები არიან ცეკვავენ ვარსკვლავების კონკურსანტები გია სურამელაშვილი და ვერკა ჯაჯანიძე გთხოვთ ვაიმე, მოკლედ, აი, ნუ არ ვიცი. ერთი დღე დაგტოვე უმეთვალყურეოდ. და პროექტიდან წამოხვედი, ხო? მივხვდი, რომ ჩემს მეტი პატრონი არ ყავს. მივხვდი. მივხვდი ოთარ. მივხვდი, ხო? რა მოხდა, გია, მითხარი. რა უნდა მომხდარიყო რა? უპატრონობა ეს მოხდა. უპატრონო ადამიანი ყოველთვის ეჩაგრება. მივხვდი, ხო, ნახეთ როგორ გაეცინა, გიას და თქვენს გაეცინა. დავიჩაგრე. რა ქნეს ეს ჩემამდე არ დადის, როგორ მოხდა ეს? სად იყვნენ ეს შენი ფანები? გია, შენ კონცერტზე, შენ საღამოზე თუ წინასწარ არ დაჯავშნი ადგილი, ვერ შემოხვა. სად იყო ეს ხალხი? ეს SMS-ები სად წავიდა? ერთს გეტყვი რომ მე მითხარი. აი ამ პროექტში არ მინდოდა მონაწილეობა ოთარ. შენ კარგად იცი. როგორც ჩემო მეგობარმა, ჩემო ახლობელმა, ის ჩემო პროდიუსერმა მართლა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვარ ძალიან ზარმაცი, სხვა ცხოვრების წყობა მაქვს. კი, ზარმაცი. ვაუ, კეიფო. კი. ერჭამაზე ერთ ბატკანს ვჭამ. სმაში არ ახარ ზარმაცი. ხო და 20 ლიტრა ღვინოს ვსვავდა. კი. რაღაც კოშმარები უკვე დამეწყო, უკვე всё, მე ვთხარი არ შემილია, არა, ჩემი ნოე რო ვიძახოდი. აი ჩემმა ნოემ იქნა ეგ არა. და ეს გოგო არის. და შენმა ნოემ, შენმა ძმა. კი, აი ეს ყველაზე მეტად ვინერვიულე ვერკას ამბავი, იმიტომ რომ მართლაც მაგარი მოცეკვავია, საოცარი, პროფესიონალი და რა თქმა უნდა, ჩემთან შედარებით ეს მოცეკვავია და მე მომღერალე ვიყავი რა მეც. ხო? მაპატიე? აპატიე? გაპატიებ რა. არა, მასე არა, გაპატიებ შეცდომებს, რაც გაპატიებ. უჩითებსაც დავივიწყებ, იცოდე. მე როგორ არის ყველა შენი სიმღერა, არ ვიცი ზეპირად ეხლა. ამ დროს ყველა იცი რა. ვით შენი და ლენონის. ყაბელად.
შენი და ლენონის ყველას ვერ ვიცი. უბრალოდ ვერკა შემეცოდა, რომ მართლა ემზადებოდა გოგო ფინალისტვის, მართლა უდიდეს ვარსკვლავთან ცეკვავდა გია. მე და ვერკა იმ დონეზე პოპულარულები ვართ და უკვე და მანამდე მე არ მაყლდა, მაგრამ ვერკას არ დააკლდება, იმიტომ რომ არხი საქართველოს და რუსეთის არხებიც არ არსებობს, რომ მე და ვერკა არ ვიყოთ მიწვეული. ოთარ. ოთარ. გიუშ. ხო და ეგეთი ამბებია რა. ალ-ჯაზირაზე მიგიწვი ეს? ყველგან. და ვერკა მაინც პოპულარული არა მამა? ვერკა პოპულარულია, არა მამიკო, ასე უნდა ვთქვა. ასე გეუბნებოდა ხოლმე, ხო ცეკვის დროს როგორ ახარ მამიკო? მამიკო. გეუბნებოდა ასე. არა, ნუ ვიცი რა, ჩემამდე არ დადის ნაკნეს. გია სურამელაშვილის გაგდება, როგორ შეიძლებოდა ხალხო? მე არ ვიცი ეს რა შევადარო. ერთადერთი არ ვიცი მართლა არ ვიცი 90-იან წლებში ქარხნებიდან სპილენძი რო გაყიდეს ასე სპილენძი რო გაყიდეს და დარჩა მეტალის გარეშე ჩვენი ქარხნები ასე დარჩა ჩვენი ცეკვები გია სურამელაშვილის გარეშე მეგობრებო ისე თქვი ხა მართლა შენ და რატო ლაპარაკობ ამდენს როცა შენს გაგაგდეს მე კიდე პირდაპირ გამაგდეს ადრევე და ამდენი ვიშრომო და მე გამაგდონ უარესი არ არის გია შენ ხო გაგაგდეს მე შენი დონის ვარსკვლავი არა ვარ მაგრამ მე 6 ეულში მოვხდი მე 10 ეულში მოვხდი და პირველი გავარდი ისე კი პირველი ვარ 13 ეულში ერთი დღე არ მოვედი ერთი დღე და დედა ეს როგორი ელდამეცა ძალიან მეწყინა მე აი შენ ვარიყავი და ისი აღიარე რომ რთული არის ეს პროექტში მონაწილეობა საშინელი შრომატევადი აი კატასტროფული ოთარ იმიტომ რომ მე მიყვარს ძილი მე მიყვარს ღამის თენება ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დაზარებულია ვერკა ეხლა მეძინება ეხლა რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ნერვიულობდა ნოე ყველა თანაშემწე ყველა შენი თაყვანის ამ ადამიანებმა რასაც ქვია იმედი და აი ამ პროექტის ხალხი ყველა მართლაც ხელის გულზე მატარეს რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ნამდვილად რაც ხდებოდა ეს არის ეს უბრალოდ მე გული მწყდება რომ არ მომეცა საშუალება რომ ჩემი შეცდომა გამომესწორებინა რომ საჩვენებელ ტურში შენ 7-იანი დაგიწერე მინდოდა გია რომ უფრო მაღალი ქულა დამეწერა და კიდე კაი იქ არ ვიყავე იმიტომ რომ ვერ დავწერდი ისე ცუდად ვიცი ხო ხო მე გაში ხო მეგობრები ვართ აღარა ვართ მე გეტყვი ხა ჩემ გია სურამელაშვილი არის ჩემი ძმაკაცი პრინციპში ეს ცეკვა არისო არისო ცეკვა მე გეტყვი ეს რას იყო გია სურამელაშვილის რუმბა არისო ცეკვა გია სურამელაშვილის რუმბა უფრო გავდა რას იცით? რა არის ახლა ეს რა წესია? აი მამალი რო დედალს დაყვება ასე. დედალი რა? მადლობ რა. არა, ამას ამოვჭრით გია. ამას. არა მოჭრა. ყველამ დაინახოს რომ გველი გაგიზრდია. უბეში, არა, ძალიან ბევრი რამ გააკეთე შენ განსაკუთრებით. მე რა შემეძლო, მე არც დამეკვეხნია ის რომ მე ხა ვიცეკვებ მეთქი მართლაც იგივეს ვამბობ რა. მე არ მინდა ცეკვა, მე არასოდეს არ მინდოდა მეცეკვა. ეს ყველაფერი მოხდა ერთი ჩვენი ყველასათვის საყვარელი ადამიანის თხოვნით და მე პრინციპში და მე მთავარი კაცი ხა მთავარი ხა ეს ყველაფერი იუმორში მიდის და ყველაფერი წინა პერიოდში დავშორდი საყვარელ ადამიანს, რომელიც მეორე დღის, 2 დღის მერე უნდა დამეწყო ეს პროექტი და ეხლა იცი რაღაც ცოტა ანალიზი თავში, გონებაში რაღაც სხვა მომენტია და ზუსტად გაიგებს ალბათ ხალხი. ალბათ ერთ-ერთი კიდევ ის ვარიანტი ისაა, რომ ვერ შევძელი და ვერ გადავიტანე ეს მომენტები, იმიტომ რომ ეს არის მართლაც შრომატევადის საქმე, უნდა იცეკო, აქ არ არის სიმღერა, აქ არ არის კეიფი, აქ არ არის არაფერი, უნდა იშრომო და მე ამას არ ვაკეთებდი, ვერ გადამეთანხმები, ხო? 5 საათი და 6 საათი ადამიანები რომ ცეკვავენ და ვარჯიშობენ, მე მივდიოდი 1 საათით და ისიც აბა ეხლა ხვა ესე და ელემენტარულად იმ დონის ნევროზი მქონდა რომ პედაგოგები ვერ გვიხსნიდნენ და კაი მოვჩი ესე ვეთყოდი ხოლმე და ვერა მიდი ახლა მკითხე აბა რა უნდათ ახლა ამ პედაგოგებს და მე მეორე დღეს მივიდოდი და ვერკა მასწავლიდა. ნუ ესია რა. ის მივიღე რაც დავიმსახურე.
მაგრამ მაინც არ მინდოდა ცეკვა რა. რეალურად საუბრობს გია სურამელაშვილი, იმიტომ ვცემ მე ამ კაცს პატივს, ისე სხვათა შორის გია არ მივარჯიშია ოთარ. კი, სტატისტიკის მოყვარულთათვის. ხო არის ხოლმე ფეხბურთის დროს, რომ აი სტატისტიკის მოყვარულთათვის ამდენი ჯარიმა დაარტყა დაუშვათ იქ სუონსიმ, ამდენი ჯარიმა დაარტყა სტოკ სიტიმ და ასე შემდეგ. როგორც მითხრა ძალიან დასტოინა, ძალიან ლამაზად წამოხვედიოდა, იმიტომ რომ ძალიან გამეხარდა, მაგრამ სამარცხინო იცი რა იქნებოდა, რომ ვაუ, აბედნიერი ვარ რომ მეყვირა. მაჩუკე, საჩუქრები, ყველაფერი ლამაზად ვერკა წამოვიყვანე ჩემი ლამაზი გოგო, ესე ლამაზად. და წამოხვედი. წამოვედი რა. უნდა. ხო და მე შევარნაძე. ყველა ტიროდა რა, არა, შენ არ უნდა დაგეტოვავ. მე ვთხარ, მე უნდა დამეტოვა. არა, ტიროდა, ედუარდიც ტიროდა სახში. ედუარდიც ტიროდა სახში. კი. ედუარდის ტიროდა სახში. ხო და მართალია ის სტატისტიკაზე დავიწყე საუბარი და ეს კაცი აბსოლუტურად ობიექტურია. მე უყურე შენ რუმბას და სიმართლეს ვამბობ ოთარ. ცეკვის შემდეგ რო წახვედი TBC ბანკის ოთახში, უფრო მეტი ნაბიჯი გააკეთე ვიდრე რუმბას ცეკვის დროს. ხო? ესეც იყო. რა თქმა უნდა. აღიაროთ. სხვათა შორის, აი ვერა, შენ მართლა სასწაული გოგო ხარ. და იყავი ძალიან მაგარი, ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე იყავი. ნუ რა ვქნა შვილო, არ გაგიმართლა ახლა. წინა სეზონში ჩემი მზიასი არ იყოს, დიდი მადლობა გია. არ გაგიმართლა, წყალი მიიწვი წყალი. აი ხომ აი. რას მთავარია? ძალიან გემოვნებით ჩაცმული იყავი. ეთყობა გია ჯაჯანიძის ნათესავი არ ხარ. თომ ესეც არის. მის სხვათა შორის ერთ-ერთ პროფაილში ამბობდი შენ რომ რაღაცა ილეთი გვაქო. ნუ ერთ-ერთ პროფაილში რა ორი პროფაილი გქონდათ. არა ხო, მითხრა ის. ხო, რაღაცა ილეთი არისო, სადაც მე უნდა ამწიოსო გიამ. უნდა ამეწია და აქ უნდა აქ დაგაჯდებიო კისერზეო. მე ვთხარი გოგო. და იმაზე ვარ, რა ქვია პაკმელიას ქართულად? ნაბახუსევი. ნაბახუსებზე ვარ. ეხლა მე ვთხარ და გავხედე და თურმე ახალი შეჭრილი აქვს თმა. შენ თმა, იმიტომ შეიჭერი მეთქი, რომ თმით არ მეტრიე მეთქი. კი, იყო ეს. აქ უნდა და მოჯდომა თურმე. ვერ მოჯდა? ვერ მოჯდა? ხო, მაგრამ შენ რო თქვი რომ გია სურამელაშვილის ასე ვთქვათ მთელი წონით უნდა დავწოლოდიო და გაუძლებდა თუ არაო. მე ამაში არ გეთანხმები. გია სურამელაშვილი ორ შენ წონას უძლებს აგერა? სულ ერთი დაიმონ რა გინდა ამაზე? ერთი და იგივე. შევამცირე რა გინდა? შენზე კიდე ძველი ხუმრობა მაქვს ერთი რა. შეამცირა, იმიტომ რომ გავუწყვიტეთ. ნახე? ხო, ჯერ ხუჯე გამიწყვიდა. ეს რომ მომახტებოდა ამ გულზე, ერთი ოქრო აქედან ბეჭდები ყველაფერი მციროდა. როგორ მოგახტებოდა? ხო. თამა? ანუ შენ ახტებოდი ბეჭდების მზადებას. არა, ერთი მოძრავა ქონდა. ახლა მე არ შემიძლია რო არ შევეხო ვერკას ფეხებს. მართალია დღეს რაღაც გაკუცული და ძველი ჯინსი აცვია. გახეული, მაგრამ ვინც ნახა ვერკა ჯაჯანიძე სცენაზე, ფოტოშორის თვით გოჩა ჩერტკოევმა აღნიშნა, ნამდვილად, რომ ვერკასო ულამაზესი ფეხები აქვს. ულამაზესი ფეხები აქვს, შენ ხო ეთანხმები ამას? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მართლა ულამაზესი ტანი იყო. კი, ტანი და ნუ განსაკუთრებით ფეხები ულამაზესი, ასე თქვა გოჩამ, რომ beautiful ფეხები. It's a beautiful ფეხები. და შენ შეგიძლია მაშინ არ ქონდა საშუალება ეხა გოჩას მიმართო და უთხრა disappear boy. უთხარი disappear boy. იცი რას ნიშნავს ეს? შენ გაქრი ბიჭო. ქართულად უთხარი. ქართულად უთხარი. შენ გაქრი გოჩა უთხარი. გაქრი გოჩა. არა, როგორი?
შემდეგ სეზონზე მონაწილეობას ვაპირებ. რა დაგამახსოვრდება გია ამ პროექტიდან? რა? იმიტომ რომ შენ იყავი ამ პროექტის პეპელა. რა უნდა დამჭას, ტელეფონის დამჭას, ნომოები დამჭა და მე ვიცი რომ ძალიან სერიოზულად მაჯილდოვებს. ერთ-ერთი ბანკი. ვერკა, ეს არის არასერიოზული კაცი. შენ მითხარი რა დაგჭება ამ პროექტიდან? მეტი რა უნდა დამჭას? ამ პროექტიდან რა დაგჭა შენ? ამ პროექტიდან გარდა იმისა, რომ მე გამიცანი პირადად. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ადამიანები მეგობრები შევიძინეთ. არ მინდა ეხლა ეს დაყენებული ის არა, ძალიან ის რა ქვია, შედარებითი დახასიათება ტარიელის და ავთანდილის. ნერვიულობდა, ხო? კი. ძალიან ნერვიულობდი, არ მინდოდა მართალია პირველი ტურიდან გამოვარდნა, მაგრამ დაგვრჩა ხალხის სიყვარული ალბათ მაინც ვფიქრობ ესეა. რა თქმა უნდა. ბევრი რამ. მოკლედ პრიზები კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ გადავიდეთ ჩვენი მე შენ დღეს გია არ გაცეკვებ. არა, შენ სენ. იმიტომ რომ მე შენი მეგობარი ვარ. გაიხარე მაგრამ. ახლა გითხარი რას გვიმღერებ? ყველა სიმღერა შენ ზეპირათიცი. რა თქმა უნდა. ესე იგი გაპატიებს მადლობაში. არა, ნინიკო, ეხა ნინიკო. აბარა, ყველაფერი ვიცი, გია, ყველაფერი. შენ სხვა ადამიანი ხარ, სხვანაირად მიყვარხარ და მაინდა-მაინც არ მესიამოვნე ჟიუში რო იჯექი. კიდე კაი იმ დღეს არ ვიხარ. ხო, და მაგას ვამბობ. გადარჩენილები ვართ, ვერკა. მაგრამ ეს ყოშვარი დამთავრდა ოთარ. და ჩვენი მეგობრობა გრძელდება. მაგრამ იმას მაინც ამიხდენ. რა თქმა უნდა, აბარა. ყველა სიმღერას გიმღერებ, როცა ერთად დავჯდებით და 12-13 ჭიქის მერე გიმღერებ. აი რა გადაითიშო. აბარა, არის თუ რა არის? აბარა არის. გიმღერებ. აბარას მიმღერებს დღეს სურამელაშვილი. ტაში ხალხო, ტაში.
შენოთ დავყვეთ ცხოვრების